ესე იგი მოგესალმებით. ვიდეოში გავიხილავ ფინანსურ მენეჯმენტში მეორე ამოცანას. პირობა გვაქვს მოცემული რა გახდება 5 წლის შემდეგ $700 დეპოზიტი. თუ ყოველ წლის ბოლოს 5 წლის განმავლობაში გამოვიდეთ $150 და პროცენტის დაერცხვა ხდება რთული პროცენტით. ამ შემთხვევაში ვიყენებთ რთული პროცენტის ფორმულას, რომელიც მოცემული გვაქვს აგერ და დავიწყოთ ამოცანა Excel-ში უკვე. ჩამოვწერთ წლებს, გვაქვს 5 წელი, 0 საწყისი წელი და შემდეგ 1, 2, 3, 4, 5. გვაქვს მოცემული PV, ანუ საწყისი ღირებულება $700 და გვაქვს შემდეგ უკვე პროცენტი, გამოგვაქვს, ანუ გამოტანა რამდენიც გამოგვაქვს ყოველ წლის ბოლოს. გვაქვს მომავალი ღირებულება, ანუ F და გვაქვს F კორექტირებული, რომელშიც გამოკლებულია ის $150, რაც გამოგვაქვს. დავიწყოთ ამოხსნა. ანუ პირველ რიგში პროცენტი არის ყოველ წელს 10%, წერთ ყველაში 10%, საწყის წელს არ ვეხებით, იმიტომ რომ გეკითხებიან მომავალ ღირებულებას და საწყის წელი მარტო გვაქვს PV მოცემული, სხვა არაფერი. გამოტანაში ან რამდენიც გამოგვაქვს ყოველ წელს $150. F, ანუ მომავალი ღირებულება, უკვე დავიწყოთ ამ შემთხვევაში ამოხსნა. ანუ წერთ უდრის და ვიყენებთ ფორმულას. ანუ PV, პენდოლი იგივე PV, ვაცგაფონებთ 700-ზე და შემდეგ უკვე გამრავლებული, ანუ ფიფქი, ხსნით ბრჭყილას 1 პლუს პროცენტული მაჩვენებელი, ანუ ვაწვევით პროცენტზე, ხურავ ბრჭყილს და აყვანილი, ანუ shift და X-იანით და ვაწვევით n-ზე. ანუ წელზე. და enter-ი. ანუ $770 იქნება მომავალი ღირებულება, მაგრამ ამ $770 უნდა გამოვაკლდეს $150. ანუ მის ქვემოთ წერთ დოლია 770-ზე ვაწვევით, გამოკლებული $150. ანუ ერთი წლის მერე ჩვენი ფულის მომავალი ღირებულება მინუს $150 იქნება $620. იგივეს ვაკეთებთ უკვე შემდეგ უჯრებშიც. ესტონია მას გამრავლებული 1 პლუს 10% და ხურავთ. მეღოთ 682. ანუ ამას ვამატებთ, დამატებით 10%. შემდეგ ჩამოვწერთ ამას. შემდეგ აგწერთ ისე ამას მინუს ეს. მეღოთ 528, ანუ 2 წლის შემდეგ უკვე $528 გვექნება. იმისთვის რომ ყველაზე სათითაოდ არ ვიწვალოთ აქ და აქ ჩაწერა, მოვკიდებთ ამას და ეგ კუთხეში მაუსზე დავაჭერ და გავწევთ სულ მარჯვენა მხარეს, რომ ფორმულა ავტომატურად გაიწერება. ეს $150, იმიტომ დაიწერე ჯერჯერობით, რომ აქ ციფრები არ გვიწერია. ანუ აქაც იგივეს გავაკეთებ, შემდეგ მოვნიშნავთ ამაზეც და გავყოლებთ მაუსს და ჩავალთ ბოლოში. ანუ ჩვენ 5 წლის შემდეგ მომავალი ღირებულება გვექნება $211 და 60 თეთრი.